როდესაც შეგვაქვს კანონში ესეთი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამდენი ადამიანისთვის არჩევანის გაკეთების უფლების შეზღუდვას თქვენი მხრიდან, იცით საერთოდ ემიგრაციის რაოდენობა ესე კატასტროფულად რატო იზრდება ჩვენს ქვეყანაში? ანუ გაქვთ თუ არა ამის ანალიზი გაკეთებული, რა არის ის მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები მიდიან? აქედან გამომდინარე, როდესაც ვეუბნებით ამ ადამიანებს, რომ 4 წელიწადში ერთხელ ისინი ვალდებულები არიან და უნდა ჩამოვიდნენ ქვეყანაში იმისთვის, რომ გააკეთონ არჩევანი, აქ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რა წინაღობებს აწყდებიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ საუბარი არის ჩვენს მოქალაქეებზე და როდესაც ხარ სახელმწიფო, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს გათვალისწინებული და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები მიდიან იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევქმნით ქვეყანაში იმის საშუალება, რომ ჯანდაცვის სერვისები იყოს შესაბამისი. ამ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში უწევთ საკუთარი შვილების გადასარჩენად საზღვარგარეთ წასვლა იმისთვის, რომ იქიდან გამოაგზავნოს ელემენტარული თანხა, რომ მისი შვილი წავიდეს სკოლაში, მიიღოს განათლება და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები ვერ ჩამოდიან იმისთვის, რომ გამოემშვიდობონ საკუთარ ნათესავებს, უახლოეს ნათესავებს, რომლებიც არიან გარდაცვლილები. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია აქ, როდესაც ვართ სახელმწიფო, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვსურს განვითარებული ქვეყნის შექმნა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, რა თქმა უნდა, ამ კანონ პროექტს უფრო უპრიანი იქნება, თუ მეც ვიფიქრებთ კონკრეტულად აი ესეთი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენისას. პირველი, კი, ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ეს არ ისახება ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს მოქალაქეებზე, იმიტომ რომ უკიდურეს სიდუხჭირაში არიან დღემდე. მეორე საკითხი, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ადამიანები იქ მიდიან, უმეტესობა ადამიანების იქ მიდიან იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიდიან იქ იმისთვის, რომ ჩაბარდნენ, მიიღონ ჯანდაცვის სერვისი, თუნდაც საკუთარი შვილებისთვის და თავისთვის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიდიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ საკუთარი შვილები, საკუთარი ოჯახები და შემდეგ უკვე ამის გამო ბავშვები, რომლითაც თქვენ ყოველთვის ამაყობთ, რომ ბავშვები ეს არის თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი მხარე და ბავშვების დაცული უფლებები, აი ეს ბავშვები იზრდებიან უდედოდ. გადახედეთ სტატისტიკას, 200,000-მდე ადამიანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებში და ეს არის მნიშვნელოვანი. ძალიან უხერხულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ეს ადამიანები უბრალოდ იმისთვის მიდიან, რომ უკეთესი ფუფუნება ნახონ და უკეთესი ცხოვრება. ეს არის ძალიან უხერხული იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არის. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ უფრო მეტი იფიქროთ იმ ადამიანებზე, ვინც იძულების წესით იქ მოხვდა, იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევქმნით ისეთი ქვეყანა, რომელშიც ისინი ღირსეულ სიბერეს, ღირსეულ დედობას და ღირსეულ ოჯახის წევრობას გაწევდნენ.